საღამოშვიდობისა პატივსამიტრო მაყურებლებო გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ქუთათელ განათელი მიტროპოლიტ ივანე დაგლოცეთ თქვენ მეუფება ქრისტიანთა ჭეშმარიტად თქვენ მეუფება დიდ დღესასწაულს იტყოდი დღესასწაულია როგორც საეკლესიო საკითხებში კრება-კრებათაო არის ანუ ეს კრებები ერთობით შეკრება ეს საქმისა მორწმუნეთა და ანგელოსთა და ესე კრებათა კრება არის შემაჯამებელი ყველა კრებებისა და რა მნიშვნელობა აქვს უფალმა ვაჩენოთ ჩვენ დასაწყისი და დასასრული უფალზე ანი და ჰოე ანუ დასასრული და დასაწყისი არის ადამიანისა ამ ქვეყანაზე გაჩენა მშობა ზრდა მე გარკვეულად საზოგადოებაში გამოცხადება საქმეების კეთება და მე გარდაცვალება შეიძლება დაუფასებლობას მოყვეს შეიძლება თილის სამებას მოყვეს შეიძლება ბოროტება შეიძლება ძალადობა მაგრამ დასასრული მაინც სიკვდილია წინვალი ავდგოთ უფალებს არა სიკვდილით არ თავდება სიკვდილით ან გარდაცვალებით იწყება მომავალი ცხოვრება ეს მხოლოდ არის აუცილებელი პირობა ამ ქვეყანაზე ნივთიერის ხეოთ ყოფ ადამიანის მარადილობაში შესვლა აი ამ კარიბჭით სიკვდილის კარიბჭით მაგრამ იქ მაგალ ცხოვრებაში ვინ სად როგორ იქნება დამოკიდებულია როგორი ცხოვრება ადამიან ქვეყანაზე რწმენით იყო თუ არა რწმენა მისი ჭეშმარიტი იყო რომ მახსოვს განათლების სამინისტროში მზადდებოდა სახელმწიფო მე და საზოგადოება მესამე მეოთხე კლასის ბავშვებისთვის და იქ იყო ეს ბლოკი რელიგია და სარწმუნოება და იწყებოდა კითხვით ბავშვებისმაც ბავშვებო თქვენ გწამთ თოვის ბაბუა თუ არა გწამთ თუ არა ბეტმენი გწამთ თუ არა სპაიდერმენი ნუ ეს არაფერი სიმაში ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან თუმცა იყო ტრაგიკულ შემთხვევაში ბავშვს ეგონა რომ ეხა ეს არის სპაიდერმენი და ადამიანობა და უნდა მიებაძა მისთვის და გადმოვარდა მეცხრე საათულიდან და ერთად წავიკო დამთავრდა მისი და ცხოვრება ანუ ამას უკვე ზომბირება ცნობიერებისა თუმცა გაიგივება ხდება იმ ფანტაზიისა რეალობასთან და რეალობა ეჯახება ტრაგიკულ ასეთ შედეგს ეუბნებს ასე და აღდგომა ქრისტესი ეს არის რეალობა მარადული ცხოვრების გაცხადება რატო არის ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი რომ ის მაცხოვრია რომ დართაგან პირველია პირველი ვინც აღდგომს წესით ღვთისათვის ეს არ არის წარმოუდგენელი ქრისტე ღმერთკაცია და ებრაელი და კათოლიკური ბუნების მატარებელი ამიტომ ეს სხეული კვდება მაგრამ ეს სხეული არ იხსნება რომ მე გადადის ერთი მდგომარი განსხვავებულ მდგომარეობაში და ეს ხდება გასულიერება ფიზიკური სხეულისა ამიტომ არის საწინდარი მარადილობისა რომ ნივთიერი წარმავალია თორებითია და სულიერი მარადიულია და უფალის მოწმობს რომ ნივთიერი მდგომარეობა ამ ქვეყანაზე
გარდაიცლება მე სულიერ. სულიერ იქ რა ადგილი იქნება იქ მომავალში დამოკიდებულია ხორცში ყოფნისას როგორ მოღვაწეობდა რომ ადამიანს ერთად არის სული და ხორცი სულს ჩვენ ვერ ხედავთ მაგრამ გვესმის რომ შემოქმედების ნიჭი აზროვნების ღვთის აღიარების ღვთის შემესების ღვთის წინაშე დგომის სინთეზის ხმის შემდეგ ეს თვისებები მაინც სულს ეკუთვნის და სხეული ხო შემსრულებელია სულში მოქმედებს უკვე სხვა საწესებთან ფიზიოლოგიური თვით ნერვული სისტემა ფიზიკური ჯანმრთელობა მოთემ ორგანოების და ამ შემდეგ ხო ეს განაპირობებს მაგრამ ეს დროებითია ცვალებადია წარმავალია აი ამ დროების და წარმავალის და მოკვდავის საშუალებით შეიძლება შეიძინა უკვდავება მაგრამ არა ღვთის გარეშე უფალი ამბობს რომ კაცთვის ცხოვრება შეუძლებელი არის ღვთისათვის ყოფნა შესაძლებელია ეს ნიშნავს რომ ეს ადგომად მომავალი ქრისტეს მიმართ მოსვლისას შესაძლებელი არის და რეალობა იქნება იმიტომ რომ ეს სამდათ ძველი აღთქმის ამასაც გახსოვთ თუმცა ლაზარე რომ გარდაიცვალა და უფალი მოდის და შეხვდება მის და ლაზარესი და მართა და უფალი ეკითხება წავს რომ აღდგება შენი ძმა ის პასუხობს წავს რომ აღდგება უკანასკნელ დღესო ანუ ძველი აღთქმის ეკლესიაში იყო ეს რწმენა მაგრამ რასთან იყო დაკავშირებული არა ეს ცოდნა არ იყო და აი მას ხოლმე განცხადა და უთხრა მართავს მე ვარ აღდგომა და ცხოვრება და ის აღადგეს ახლა მის ძმას ლაზარეს შეძლებს სასწაულია 4 დღის უდარის რომ სხეულის უკვე იწევს ხრწას ფაქტობრივად თიხად იქცევა მიწად იქცევა და აი ამ მიწიდან ისევ აღდგინოს ადამიანი ერთად მათ ხოლმე მეტყვა მოწობს თავის თაებრივ ბუნებაზე მერთა შექმნა მიწისაგან იმ თესატყისაგან მტერისაგან ამ ქვეყნისა და მთელი თავის სისტემებით ეს ის როგორ შექმნა კითხულობენ დღეს ესეთი ინფორმაციული ასეთი ველის საოცარი დომინირება სოფლიოში და ადამიანის ცნობიერებაში არავის არ უყვირს და სწორედ ინფორმაციის გარეშე არაფერი არ იქნება და თუ არ შედგა პროექტის სახლი ვერ აშენდება თუ არ შექმნა პროექტი რაღაცად ეთოსადგურის ან ფრინავი ხომალდის ის არ შეიქმნება ნივთიერებ შეკრიბო ლითონიკელა ქვააგური თუ სხვა რამე მაგრამ თუ შემოქმედებათ არ იმოქმედა ის არაფერი გამოასწრე არის ადამიანში მას კი არის ნივთიერის საწყისი არის მაშინ მაგრამ თუ იქ არ იმოქმედა სულმა შემოქმედმა ის ვერაფერს ვერ შექმნის აიტოს პასუხისმგებელი ადამიანი თავის ღვთისწინაშე როგორ გამოიყენა მან მისის მოცემული ეს საერთო შესაძლებლობები გახსოვთ ეს იგავი უფალმა მიდიოდაო შორს და დაურიგა თავის მსახურებს რომ 1-10 მისცა და 25 მისცა და 2 ვიღაცას 1 და ანუ ეს სხვადასხვა ნიჭები გაძლევა სხვადასხვა უნარები სხვადასხვა შესაძლებლობები და როგორ გამოიყენებ შენ ამას და ვით 10 მიიღო ვით 5 მიიღო ვით 2 და ვით 1 დამალა არ გამოიყენა ცირედიც კი არ გამოიყენა მაშინ ესე შენ აი ამ შოუს პროცესში არ შეხვედი თუ
შენ ბატონს რო ქონდა ამდენი დაგერიგად, იგი ის შემოქმედი იყო. მან ეს მოიცი. კაცრი ხარო და როგორ მომთხოვო იმას ეუბნება ხო? ამიტომ შენ პასუხისმგებელი ხარ იმაში, თუ როგორ ცხოვრობ ქვეყანაზე. ამაში მოგტოს პასუხს და ეს ყველაფერი აღიბეჭება შენ სულში და სულის შესაბამის სხეულს შეიმოსავს აღდგომისას. ამას გეუბნება, რომ წმინდა იყო და წმინდა იქნება. ორგული იყო, ორგული იქნება, მაგრამ თუ ორგულობა ადამიანში ამ ქვეყანაზე რაც შეიძლება შეინიღბო, იქ ვერ შეინიღბები. იქნებ ის, რაც იყო სინამდვილეში, შინაგანად ის განცხადება გარეთ. და ამბობს უფალი არას დაფარული არ განცხადესო. აი ეს დაფარული ამ სოფლისა გაცხადება ყოველთავ აღდგომის და სამზეუროს დროს. იმიტომ ჩვენ დღესასწაულობთ, უბრალოდ ჩვენ წასულებს, უბრალოდ აქ მყოფებს, უბრალოდ მომავალთაობას, რომ ქრისტეს აღდგომის ძალით და მადლით იცხოვ ქვეყანაზე. იმედით და სიყვარულით და ღვთისმშეწევნით. განსხვავება იქ ფიქრის განცხადება ხო ადამიანი ფიქრში რასაც ფიქრობდა იგიც ნათელი გახდება ხო? ხო, ფიქრი რეალიზდება უკვე ხო? რეალიზება რამეთო ის აღშულდება, არა როგორც იყო საწყისში, რა უნდა და არ დაიმალება არაფერი, შეიძლება ადამიანი ჭიქაწყალს გაწეს და სინამდვილეში შხამია იქ. განსხვავება ასეთი კითხვა იყო რომ იუდას რომ ეს არ შეესრულებია, ეს მოხდებოდა, არ მოხდებოდა, შემდეგ ასე გამოხატეს ვითომ რომ იუდას დადებიდისკენ გადაიხარენ რომ მანო ის შეასრულა ის როლი ასე რაც უნდა შეესრულებიაო და რამდენად სწორად მოიქცაო. თქვენ როგორ აუხსნიდით და განმარტავდით ინტელექტუალთა კაზუისტიკა რომ იუდას სახით მხილებულია ყველა ამპარტავანი თავმოყარე, პატიმოყარე, დიდების მოყარე ადამიანი და ეს თითოეულში არის. ამიტომ რაღაცად ეცოდებათ იუდა. და კი საცუდავი არის ადამიანი, მაგრამ რამდენი საშუალებაა მიეცა მას რომ ერთგული ყოფილისა. უფალმა არაფერი დააკლო პირიქით, ყველაფერი გამოარჩია. მრავალ მოწაფედაგან 12 გამოარჩია, ერთი 12-თაგან იუდა იყო. ამ 12-თაგან 3 იყო გამოარჩეული, უფალთან იყო ხო თაბორის თაზე, სასულთან, ხო? ეს პეტრე, იაკობი და იოანე. მაგრამ უფალმა ერთადერთი გამოარჩია იუდა, რომ მისე ყულობა, ხო? იუდას მოწყალებას აგროვებდა. და ეს იყო მათი შემოსავალი. უფალში არ ჭირდებოდა ეს. მაგრამ ნიშნად იმის რომ ამ ქვეყანაზე ჩვენ ადამიანს რიგითაც ჭირდება, რაც ადამიანს ჭირდება ყველაფერი სასრულდება გარდაცოდვისა. ცოდა არ ჭირდება ადამიანს. ცოდა ძალიან გუნებით არის გამოწვეული. და ფიზიოლოგიის საშუალებით მოქმედებს ადამიანში. ცოდა ცუდ მდგომარეობაში იმიტომ. ასე რომ გამართლება იუდას არ უშველის. ვინც ესე იგი თანაზიარი ხდება იუდასი. ამასაც არ უფიქრებიან და რითული გამართლა რომ მას არ შეესრულებინა და ის იმიტომ წავიდა რომ შეასრულოს ესა არა. ეს ხო ღვთის განგება. რომ ორგული ადამიანი დიდების მოყარე, პატიმ მოყარე, ვერსის მოყარე, ხო? ის გულწრფელი ღვთისაში არ იქნება არასოდეს. და თუმცა ის გარეგნული გულწრფელობაც სიყალბე იქნება. და ეს ჩანს სწორედ იუდაში. აიტომ უფალმა კი არ გაწირა, არამედ თვითონ აირჩია ეს გზა იუდამ. სამწუხაროდ ძალიან ბევრი რჩევს ამ გზას, უბრალოდ ყველა ხوارჩენს და ყველა უფალთან მიმართებაში როგორ არის, ეს გამოჩნდება სამშაბლოზე, გაყოთა აღდგომის დროს.
თუმცა სულიერ სხეულს შეიმუშავს ადამიანი თავის სულით შესაბამისად ნათელს თუ გნელს აი ამაშია რომ ნათქვამია რომ ყოველი სიცრუის მამა ეშმაკი არის ვინც შეგნებოდ სრულობს ის მშობლ ეშმაკეულია უკვე არის ხოლმე პატარა ტყილები არის საშუალო ტყილები და დიდი ტყილები არის მკრეხელობები ეს უკვე ტყილები არ არის ეს არის ბოროტების ჭეშმარიტების გაცხადება და ძალადობით ცდილობა მისი დამკვიდრება ქვეყანაზე აი ძალებლობა შეიძლება ადამიანს შესწეს მაგრამ არ დაიწყოს მტკიცება რომ ის მართალია ყველაზე მართალი შეიძლება მოусმინოს სხვას გადააფასოს და შეიძლება მართალია შეიძლება მართალი ხოთ უფალია აიტომ საზომი ჩვენ სიმართლისა უფლის სიტყვა არის და რა ჩემი კერძო წარმოდგენები აი ეს გავიწევო ჩვენ ხაროთ განმეფება აი იოანე ნათლისმცემელიც ხო მოვიდა და ის მოვიდა რაც უნდა გაეკეთებია ღვთისწინაშე ხო და შემდეგ კიდეც ეუბნება უფალი რომ ჩვენ ეს გვმართებს აღვასრულოთ რათა ამათმა ეს ხო ნახონ და შეხედონ ჯულისას ხო და იუდამ ჯერ ჩანს თქვენებება რომ მიდის და ვერც უბრუნებს უკან ეუბნება არა ის რომ მე უფალი გავყიდე არა მე უბრალოდ მართალი კაცის სისხლი მოგეცით იქაც ვერ შეაფასა უფლის ის სიდიადე ხომ სწორია მე წავიდა და თავი ჩამოიხჩო მაშინ მივიდა და შენდობას ეტყოდა ხო თქვენებება რომ აი მე რაც უნდა გამეკეთებია ეს გავაკეთე შემინდა და მაპატია თავი ემართლებინა ხო და დიახ ხო უფალმა მე გამომოჩა მისის და უფალში მაცხონე მაგრამ ყველა გამორჩეული თავისი შინაგანი განზრახვისთან მიხედვით რა უნდა ჭეშმარიტება უნდა თუ სხვის ხარჯზე გამდიდრება რა უნდა მას სიყვარული ერთგულება თუ პირადი კომფორტი და ვესის მოყვარება აწუხებს მას ასე რომ ვიტყვით რომ იუდა კი არა ყველა ადამიანი ვინც რწმენის გარეშე დარჩა ყველა ადამიანი ვინც თუნდაც დადის ეკლესიაში მაგრამ ეზარება ლოცვების კითხვა ეზარება მარხვა ეზარება ადგომა ეზარება ღამის თეორით ლოცვა ხო განიკითხავს გარშემო კი დადის პირას გამოისახავს მაგრამ მაჩვენეთ რით არის ის მორწმუნე დამანახეთ ხო თავის შინაგანი მოქმედებით უხარია მას ლოცვების კითხვა უხარია მას სალმონის კითხვა უხარია მას მინაწერის კითხვა რომ კითხულობს იზრდება ეს არ მისთვის თუბოთ ნორმა წასაკითხი აი ამ გვერდიდან იმ გვერდამდე ამ თავიდან იმ თავამდე წაიკითხა და ამთავრა ეს არის მექანიკური მოქმედება არ ათხოვებს ადამიანს თუ თანაგანცდა თანაგრძნობა თანაშემეცნება არ არის მაშინ არ იზრდება პირიქით იზრდება უყომას თქო ერთუნდება რომ აი ის მართალია რომ ის ყველაფერს ასრულებს ემსგავსება ფარისეულს მოც მივიდა და მადლობა რომ არ როგორ ხებიო რომ აი მარხოსაც ვისავა მოსათვაკეთებ იმას კი არ გეუბნები მოწყლებსაც გავაკეთებ რა გეგმაში რომ თვეში 10 ლარის მოწყალება უნდა გავცე და მეძებ ის გავეცი და ვედი არა ლაპარაკი გულით გაცემაზეა და არა მოხდა და მაგალითად გვაძლევს ხო უფალი აი ვინდა მეტი შემოწირა დიდარმა ბევრი დადო მაგრამ სიბიდისაგან რაღაცა ნაწილი აიღო უნდა დაედო და იმ მოხუცი ქრიცა 2 გროში ქონდა დარჩენილი 2 გროში დაჭერა ამან ყველაზე მეტი შეჭერა და გულით გააკეთა სიყვარული გააკეთა ეს პასუხი ქრისტიანში და არა რაოდენობა ანუ მეტი ნაკლები არა თავი არის სიყვარული თქვა და სიყვარული და რწმენით აკეთებ აი გთხოვ ადამიანმა და შენ ცოტა თანხა გაქვს და ისინი ცოტა სიტყვს იმ ხოლმე შენ რამდენი გაქვს მაგრამ ითხოვს იმ ცოტა საჩენ გაქვს იმ 2 გროში ქვრივ დედაკაც ხონდა და
შეგვიძლია გასცეს ორი გროში თუ არა აი ეგ არის ხარკით ნუ ალბათ ჩვენ ხა ცოტა სხვა თემებზე გადავიდეთ ხო თქვენ მეუბნება აი რა გვაინტერესებს კიდე ასეთ რაღაც არის ეს წინვალე შვიდეული დღესასწაული რაც არის ხო ყოველ დღე ყოველი კვირის აღდგომის კვირის თორმასია ხო ის დიდი ორშაბათ დიდი სამშაბათი თვისახურება კი ერთად იგი ხო დიახ თქვენ მეუბნება და აი ადამიანები წესი და რიგით ქრისტიანები როდის უნდა გადიოდნენ საფლავზე თქვენ მეუბნება ნუ როგორ დადგინე ეკლესია ერთხელ სამშაბათს აი ხვალჯერ დღეს ეს არის ეკლესია ნორმა ტრადიცია და შეიძლება თან ვეცადოთ აუხსნათ ადამიანებს რომ ესე მაგრამ არის ტრადიცია ხო რჩევა კარგად და საიდანო ეს ტრადიცია მე ახლა ვერ გეტყვით მის ფესებს კონკრეტულად რომ აღდგომის შემდეგ დღეს ორშაბათს გაგენ საფლავზე მაგრამ ეს არის საქართველოს დამკვიდრებული ტრადიცია სხვა ქვეყნებში არ ვიცი ვერ გეტყვით ზუსტად მე იმ დღეებში არ ყოფილა და არც სომის მოყოლება არ მაწუხებს ხოლმე ყველა თავის უნდა მიხედოს და საქმეში რომ წინ შვიდეულში განსხვავებული მსახურება სრულდება და მსახურებაში პანაშირის ლოცვა არ არის გათვალისწინებული შენ უნდა შეასრულო თუ პანაშირს იხდი მაშინ ლოცვები რომელიც საზოგადო მსახურებაში არ არის ამ კვირაში ხალხ მიღებთ თორე ამ კვირის გარდა ყველა დღე შეგიძლია ამ კვირაში რატო ესე უდიდეს დღესასწაული მიცვალებულები უკვე წლებია იქ არიან და ერთი კვირა თუ გავიდეს არაფერი უჭირსებობს და იმათ არ უხარიათ აღდგომა ქრისტეს მოლოდინი საყოველთ აღდგომისა და მოლოდინი ქრისტეს მოსესა იუხარიათ იმათ მარიციან დღესასწაული ხო მაგრამ ჩვენ იმათთან კავშირი თუ ჩვენ სულად ამ დღესასწაულშია და ისინი იქ მე ჩვენ ბერთებით უკვე როცა გაივლის ეს საქართველოს სიხარული ღამის თევები პილოცები და თვითონ მსახურებაც უკვე გასხვებული როგორ თქვით მთელი კვირის განმავლობაში სავსე ეს თვისადიდებელი საგალობლებით და არამოსადიდებელი საღვთო ისტორიიდან მოყვანილი მაგალითები თათიგივე თათ იონას მაგალითი იქნება თუნდაც აღდგომის ნასახია და სხვა შემთხვევები სამთა ყრმათა ვინც ცერხში იყვნენ და არ დაიწყო აგრეგატ დიახ ფალმათ იმამაცე და სახეები გვეთ აღდგომისა და ამ კუთხით არის განხილული და ამაზე აქცენტი გაკეთებულია რომ ეს სიცოცხლეს ვაუწყებს ჩვენ ეს კვირა და არა გადაცვალებას და მე უკვე გადაცვალებასთან იმათ არის უკვე ხშოვნა და მსახურება და მათი საკუთხის კეთება ქველმოქმედება მათ შორის საერთოდ მადლობა თქვენ ბარემ შვიდეულს შევხედა კვირა დღეც აღნიშნოთ ახლა კვირა ცხოვრება რას ნიშნავს ხო შევეხოთ ამასაც კვირა ცხოვრება თითქოს განახლება ავტომის და რასთან არის დაკავშირებული რომ უფალი გამოიცხადა ხო როგორც იცით ყოველ ღვთისმშობლოს პირველში მე მარია მაგდალინელს მე მაგდალინელის მიერ ეუწყა მოციქულს მაგრამ ვერ დაიჯერეს მე ლუკას და კლეოპას ემაუსის გზაზე გამოიცხადა მე თერთმეტს გამოიცხადა ცალკე თომა მოციქულს აი თომა მოციქულთან გამოცხადება სწორედ არის სრულდება კვირაცხოვებას და ქრონოლოგიურად შესაბამება სახარების ტექსტს სადაც მერვე დღესო ეს მოხდაო მერვე დღე თერში არის უფროსმეოთ მოშლის დღე ხო 6 დღე იქოდი მეშვიდე
განისვენა უფალმა, ახალი აფერი შეუქმნია და მეორე დღეს იქნება აღსასრულის სოფლისა და მეორე მოსვლა ქრისტესი და საყოველთაოდ აღდგომოდა სამსჯავრო. იგი თომა მოციქული, იგი მიერ მაცხოვრის დამშრალი ხელების და გვერდის განხილვა შეხება მეორე დღეს ხდება. მანამდე არ წამს. მაგრამ ეს არ წამს რაღაცაით ლოგს ურწმუნობას ეძახის, მაგრამ ეს არის მაგის რამდენად სწორია მე. ხო. ის არ ვიწუნებს სანამ არ ვიხილავო. არასოდეს არ ვიწუნებო, არა. არ ამწავსო, არა. სანამ არ ვიხილავო. ანუ მას უნდა თვითონ პირადად დარწმუნდეს. და ესეთ გასაგებია. თუ შეგავიხსენეთ, რომ როდესაც მაცხოვარმა მოუწოდა იორდანეზე ფილიპეს, რუსი ბესაიდიდან ანდრიას და პეტრეს სოფლიდან. ხო. და ფილიპე თავის მეგობარს ნათანაელს. ნათანაელმა უთხრა, აი შეიძლება მოხდესო იქ ნაზარეთთან არ ამოიქცა სამეწელი არა და მოდი და იხილეო. ანუ შენ თვითონ შეიცანიო, შენ თვითონ დარწმუნდიო. ასოებით მაცხოვარს ნათლისმის ორი მოწაფე გაყვა, იონათლისემ თქვა, რომ აი ტარგი ღვთისა, ვერთობი სოფლისათა. და დაინტერესდნენ, ვინ არის ეს ხო არ არის მესია და გაყვრენო და უფალო კითხა, რას ეძებთო და ვინ გაგუთ სად იმყოფებია. ნუ სად იმყოფები შეიძლება იქ თავის ბაზარ ყოველას თავის კარავიან რაღაცა ქონდეს, სადაც თავის შესაძლებელი ქონდა, რამე ისინი ვიძინებდნენ, მაგრამ ეხა ასეთების ხებსაც ქონდათ. არა, სად იმყოფები, რას ხადაგებ, რას ატარებ შენ თავში, რა მოიტანი და უფალებს მოდი და იხილეთო. ანუ პირადად უნდა შენ შეიმესნო, პირადად შენ უნდა განცხადეს და როდესაც შენ განცდა და ისაც წერილში არის აღწერილი ერთად უერთდება ერთმანეს, აი მაშინ ეს არის უკვე შენი აღმოჩენა და თომა ამას ითხოვს, რომ მეც ასევე ვირწმუნო თქვენ, ცოცხალი რწმენა მინდა. და ძიება არის ამის და არამხოლოდ აბსოლუტურად გაგებით ურწმუნოება. ის უარყოფს მონაყოლით რწმენას. თავადაც უნდა ის სიხარული განიცადოს. და ასეც არის, როდესაც უფალი გაუმეორებს მის სიტყვებს, მოდიდაო და ნახე ჩემი ხელები დამშალულიო და მოყავ შენი ხელიო და ჩემ განვირო დადევ და ანუ მიხვდა თომა, რომ როდესაც ის ამას ამბობდა, უფალი იქ იყო. უფალს ესმოდა მის სიტყვა, მაგრამ უფალი არ გამოეცხადა მას. უფალმა მისცა დრო მას და შემდეგ როცა ეს გამოუცხადა, რასაც უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. არ მივიდა, არ დაადო. ხო. თქვა უფალმა მოდიო და ეს საკმარისი იყო, ეს სიტყვა საკმარისი იყო, შესაძლოა რომ მას ერწმუნა. შეიძლება ეჭვი არის, რომ ალბათ ხომ, მაგრამ მე მინდა პირადად დავწმუნდე. მე ჩემი პირადი რწმენა უნდა მქონდეს. პირადი შეხება უფალთან უნდა მქონდეს. ანუ ეს მეტობით ტოლვა არის უფლისაკენ, რომ უშუალოდ შენ უფალთან ახლოს იყო. დიდი ვიტყოდი პრეტენზია, მაგრამ ეს ბოლო ჟამისთვის არის მოცემული, რომ გადის რა ამდენი საუკუნე და თითქმის მე-20 საუკუნე უკვე და ზოგიერთი აი აქამდე ხო არაფერი მოხდა და რა მოხდება. ჩვენი აქამდე იმდენი სასწაული მოხდა, იმდენი წმინდანი მოღვაწე გამოჩნდა ქვეყანაზე, მოწამენი, ღირსი მამანი, მეუდაბნოენი, საკვეთ მოქმედი, სასწაულს მოქმედი, ასამეწყონი და შენ ეს არ გჯერა. რაც გაცხადა ქვეყანას სასწაული, ის არ გჯერა და რაც არ გაცხადებულა იმას ითხოვ, კი მიიღებ იმასაც,
მაგრამ მეორე მოსისას აი ამას სიძღება სწორედ პირად მადლობა ბოდიში ახლა და გაწყვეტინებთ რეკლამის დროა და შემდეგ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი აიღეს ესხი ბარიერების გარეშე ევროკრედიტში. მოითხოვე ავტუან ბიზნეს ესხი 100,000 ლარამდე ონლაინ. მოირგე გადახდის გრაფიკი და მიიღე თანხა უსწრაფესად. შეავსე მარტივი განაცხადი ვებგვერდზე evrocredit.g. კერმიტო გრძელდება ჩვენი გადაცემა და მე ვფიქრე დღეს ვიცით რომ ლოცვა ჩატარდა საღამოს დაძრებში და ხვალ წირვა ტარდება და წირვის შემდეგ მობის დიდი პანაშვიდი და აი რას ნიშნავს ეს დღე მე ვფიქრე ხო ის განსაკუთრებული არის ესეთი დღე გამორჩეული ეკლესიაში როცა თქვით 7 დღე არის წლის განმავლობაში ეკლესიაში დიდი პანაშვიდების შესრულების მარხომდე არის, მარხვის დროც არის და მარხვის შემდეგ ძაღი. და ეს მარხვის შემდეგ ეს დღე ნეუთოთ ჩვენ ვთქვათ ეს სიხარული ადგომის ვატარეთ, გამიხარეთ ერთმანეთს მიულოცეთ ერთმანეთს ვახარეთ და ეხლა უკვე ჩვენ უბრუნდებით ისე ამ ქვეყნია ცხოვრებას და მართებს რომ ეს ჩვენი ამ ქვეყანაზე გაცხადებული ურთიერთობა, ერთობა, მეგობრობა, სიყვარული რწმენით ქრისტეს ადგომის სიხარულით, რომ იგივე ერთობა ხო კონდეს მიცვალებულთან. მათ მოიხსენოს გავიდეთ საფლავებზე, იგი ერთდროულად აქაც და იქაც ყოფნა, არ გამოდის. თუ აქ ახარ და იქ არ ახარ, თუ იქ ახარ. ამიტომ ეკლესიამ თავშად გამიჯნა თითქოს ჯერ ჩვენ დავტკბეთ ამ სიხარულით და მე ეს სიტყვა სიხარულით ამ ჩვენ დასასრული გავუზიაროთ მათ. ხო, რაც შენ არ მიგიღია, სხვასა უნდა მისცე. თუ შენში სიხარული არ არის, როგორ უნდა ახარო მიცვალებულებს. ასე რომ ამაში არის თავისი ღრმა ლოგიკა და მაგრამ ვიტყოდი ღვთისმეტყველური ლოგიკა არის. არა სოფლის ლოგიკა, არა ფორმალური ლოგიკის კანონი, არამედ ესე ღვთისნიერი ღვთისმეტყველური ლოგიკა არის. და სრულდება ტირვაში მოხსენება სრულად და შემდეგ უკვე დიდი პანაშვიდი. მათ მოსაგონებლად. დიდი პანაშვიდი დიდ მარხავში მეორე, მესამე, მეოთხე შაბათს სრულდებოდა. ასევე ყოველ შაბათს ტირვაში, ენოქროპის ტირვაში ხდებოდა მოხსენება მიცვალებულების. არის ტრადიცია ეკლესიაში, რომ შუაკვირაშიც კი მცირე პანაშვიდები ხდებოდა, ხო, პატარა საკუთი მოხდა, თუ ეს მრევლის სურვილია და ეკლესიაში მოდვარს შეუძლია ეს იტვირთოს, იქაც ყოველ დღე ღვთისმსახურების ბოლოს, ყოველ შემთხვევაში მე სიონის სტანდარტში შეიძლება ითქვას გავიზარდე, ჩემი პირ ნაბიჯები ეკლესიის ცხოვრებაში გადავდგი და ვიტყვი რომ 20 წელზე მეტი სიმსახურობდი. პირველ ხაროსნად, ცოტა ხანი დიაკვნად, მე გლატონ მე პროდუქტები და დათარცხე დასვლის შემდეგ უკვე გამამწესეს ეპარქიაში მსახურებისთვის. მაგრამ ყოველთვის თუ მაქვს საშუალება მედიცინაში მოვდივარ. ეს არის ჩემი არა მარტო წარსული, არამედ დღესაც ეს სიყვარული ამ ტრაპეზის იმ ტაძრის იმ კედლების და იქ მსახურთა მიმართ. და მადლის გამოხატა პატრიარქის მნათოვნას მიიღო მე და დამადგინა მე.
თქვენ გოფება ნამდვილად ღვთისმსხალობა პატრიარქის გვერდში რომ მოგიწიათ თქვენი ახალგაზრდობის და მაგრამ რამდენი შეიძლება ურჩევნად გამომიჩენია გამგებრობა ვერ შესრულებოდა უთეს ერთხელ მითხრა რაღაცა კიდე ისე ვერ გავიგე თუ დავაგვიანეთ და ნუ გძინავს შეგძინავს როცა მითხრა როდის გავიგე 4 წელს ვახდებიო და იქ მოდროება მე აი იმდენი ქენიო და გაინახდი 40 წელი მე ვფიქრობ ეს თქვენ როცა ჩვენ გვეძლება იმის საშუალება თქვენ გვერდში რო ვართ თქვენ ყოველთვის პატრიარქს დიდი სიყვარულით იხსენებთ და ისეთ რაღაცეებს ყვებით მე ჩვენ ამას ჩვენ ბრელს უყვებით და ის სიტყვა და სიყვარული აი მიგვაქვს იქ და დღევანდელ დღესაც ხომ არ გაიხსენებდით რამეს თქვენ ურთიერთობიდან აი პატრიარქთან რაღაც ისეც იმ სიტყვის სიყვარულს რომელთა ჩვენი გულებიც გათბება და ყოველთვის გვსიამოვნებ ჩვენ თქვენგან ამის მოსვენა მე აი ხო გიწევთ რომ აი ხო მიცვალებულს და ხსენებაზე ჩვენ საუბრობთ დიახ ერთხელ უთესთან მის მაქარაში მის გვერდით თვითონ ხდა ოფნა და ცხეთიდან სამთავროსთან მონასტრიდან უთეს ეინება ასლა შემღიმის მონასტერში მონახულება დიახ და რომ ცოტა აღმართ შეუდექით იქან სასაფლაო უთეს გაიხედა მოსაფლაოსკენ და ჯვარი გადასახა განისვენებში დაფითო ახაც ეს სიტყვა და ავინახე რომ ეს ცოცხალი კავშირი აქვს მე ბერჯერ ვთქვას რომ ეს დილით რომ ადგებით და თქვენი ნუ გადასული ახლობლისა მშობლისა ის ვათი არისო და ეს ამ სიტყვა შაქარი კანფეტი რაღაცა რომ გამოხადეთ თქვენი სიყვარული და სიტყვა მათ მიმართო აი რაღაცა პატარა მოქმედებაში აი კაპიტიზება კი არ ხდება ამის გამოხატვა შინაგანი უხილავი შენიერთეთ სულიერი მოდროობის გამოხატა ნივთიერად რაღაცას გამოხატა ეს ხო და ბევრი ესეთი დეტალები მოტობენ ერთხელ ტრაპეზი იყო ესთან ну მცირედ ვიყავით ესე და მე მის გვერდით აღმოჩნდი როგორ ხდება ხოლმე ხშირად და ამ დროს ჰქონდა ეს ჩართული ტელევიზორი შეიძლება ყოველთვის ყოფილიყო საქართველოში სოფლებში რა ხდებოდა სხვა პროგრამებს უნდა და ახლა პროგრამა ჩაერთო და იქ ესტადის კონცერტი თუ ჯაზ კონცერტი რა და თან დაგიმასხარობა თან რაღაცა და მეთქი აი საცოდაობას პატრიკი რატო უყურებს მეთქი და ჩემში რაღაცა პროტესტი გამიჩნდა რადოს ეხა ამ ტრაპეზის დროს ამის ყურებაა და უთეს თქოს მიხდა ჩემს და ისე თქვა რა საცოდავები არიანო სხვა საშუალება არ აქვს ოჯახი არ ჩინონო ამათში დაინახავს სხვა რამე რომ კი აი როგორც ის მეზორე დათანხმდა მეზორეობაზე რომ ოჯახი ერჩინა ჩემი შემრცხევა აი რა ეს არის ხედვა სულიერი რომ ის გეცოდება თორე კი არ განიკითხავ იმას და ხდები რატო და გულში უკვე უშურებ რომ ათ მოაგალოს საქმე რომ ოჯახი არ ჩინოს და მეგებს სხვა სამსახური ნახოს რა ესე დამამცირებელი მისის არ იყოს ეს მსახურება აი ქრისტიანული სული ხედვა აი რამდენი ესეთი შემთხვევა როცა ჩვენ ერთხელ ну სადღაც საბოლოო პატრიარქის და რიგითობით იერარქიულად და ეს თქვენს ფაქტობრივად მე საფრთხე აღარაფერი დამრჩა მაგრამ ეხლა ჩემი ჯერი და თქვენ და აი რასაც ახლა ვყვები ხო შევაჯამე და უთხარ უწესო თქვენ გვასწავლეთ და გვაჩუქეთ ესმათი ქრისტიანობა ცოცხალი ქრისტიანობა აი გაჩერდი მითხრა ანუ ეს მისაკრალოთა შევეხე გაჩერდი და მიხდი რომ იმათ რომ უსმენდა, ну ეს გასაგებია ხო.
განცხადებული რაღაცა და მე აი ესაც პირადად შევესწრე და განიცადე და მე თანაგზნობა გამიშტავს, რომ აი საიდუმლო ეგ არ გამოჩენ შენ იქ. უი უფალმა იცის, ხო? ესე სწორად გითქვამთ. მაგრამ იმას სწორად მითხრა, არ გინტერესო, გაჩერდი. მე არ ჩათვალა, რომ თავის იმაში გამოსულიყო რაღაც ხებაში და ნამდვილად. ხო, მოდი ასეთ კარგი განწყობით პატრიარქზე საუბრით დავამთავროთ ჩვენი გადაცემაც და ვინებო პროჟემი გიყოფოს დიახ დიდხან გვიწევთ უთხრება და საგებობელობა გეწევდეს ჩვენ კიდე კიდე ერთხელ მივлოცოთ ქრისტიანს ჩვენ პატრიარქი ჭეშმეტავდა ქრისტე გემშვიდობებით პატივსაცემად ელმაყურებლებო მიხარია რომ მეუფის მოსვლა ჩვენთვის დღესასწაულია ყოველთვის მის გვერდში ყოფნა დღესასწაულია ყოველთვის და აი მე პირადად და სხვაებიც ჩვენო დებო ძმებო ჩვენო მაყურებლებო რომ მეუფემ ხშირად იცის მოყოლა ისეთ რაღაცეების თვით თავადაც ცრემლებით ევსება თვალები და ჩვენს გვახარებს ამ სიტყვით და სიყვარულით კიდევ ერთხელ მადლობა თქვენო მეუფებმა მობრძანებისთვის და ჩვენი გახარებისთვის გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე